მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვნახე გუშინდელი ვიდეო 23 ნოემბრის გიორგობის ვიდეო ილია მეორესი. ილია მეორე თვალებზე ქუდ ჩამოფხატებული და ხელები გაშეშებული შეიყვანეს სამებაში და ვინც სამედიცინო სფეროში ერკვევით, თქვენ კარგად იცით, რომ ილია მეორე იყო პარკინსონით დაავადებული. პარკინსონის განკურნება ილია მეორის მოკანკალე ხელი რომ ხდებოდა ხოლმე თვალში ყოველთვის ყველა კადრში, ხომ? პარკინსონის განკურნება შეუძლია მხოლოდ სიკვდილს. ახლა გამოვიტანეთ ის აზრი, მე რასაც გეუბნებით, თუ რატომ არის ილია მეორე ქუდ ჩამოფხატებული და ხელები გაჩერებული კალიასკაში, მოკუტული და დაბეჭავებული, ის ფაქტიურად არის მკვდარი. ადამიანს, რომელიც პარკინსონიან ადამიანს, რომელსაც ხელი აღარ უკანკალებს და თვალებზე ქუდი აქვს ჩამოფხატებული, ეს ადამიანი არის მკვდარი. კიდევ ერთხელ გავიმეორო, ადამიანებს ხოლმე ძნელად ესმით ხოლმე ჩემი საუბრები. მოდი გაგიმეორებთ კიდევ ერთხელ რა. 23 ნოემბერს 2025 წლის ილია მეორე კალიასკით შეიყვანეს სამებაში. ილია მეორეს აღენიშნებოდა ასეთი ნიშნები. მას თავი ვერ ეჭირა, მოკუნტული იყო, სკამზე დამაგრებული ყავდათ, ქუდი თვალებზე ჩამოფხატებული და ის ხელი, რომელიც ილია მეორეს ყოველთვის უკანკალებდა კადრში, გაჩერებული იყო. ეს პირდაპირ მნიშვნელობით იმის მიმანიშნებელია, ექიმებო, თუ აღიარებთ და თუ ვერ აღიარებთ კიდემ შიშრებო. პარკინსონიანი ადამიანი იკურნება მხოლოდ სიკვდილით. რადგან ილია მეორეს ხელი გაჩერებულია და აღარ კანკალებს, პირდაპირ ნათელგონების ადამიანი ხედავს, რომ ილია მეორე არის მკვდარი. დაატარებენ ამ მკვდარ მუმიას წმინდა გიორგის დღეობაზე, შეყავთ სვეტი ცხოველში კი არა და იქ სამებაში, ოქროსთავიან ურჩხულში და გვატყუებენ, რომ უწმინდესი და უნეტარესი ვითომ ცოცხალია? ბიჭო, ბრმები ხო არ გონივართ თქვენ და გონივართ რომ დავიჯერეთ ეს ყველაფერი? ხელს რო ვერ აუკანკალებენ ვერც ერთი ავტომატიზმით, ეგ ხომ კარგად ვიცით. მაგრამ ხელი რომ დაუდუმდა ილიას, ის მძრეველი ხელი, რომლითაც ანძრევდა თავის ცხოვრების მანძილზე, აი სწორედ ის ხელი აქვს დადუმებული, რომელმაც სიკვდილმა დაადუმებინა. ახლა თქვენ წადით და არკვიეთ პარკინსონის შესახებ რა კურნავს მას. და მიხვდებით, რომ პარკინსონს სიკვდილის გარდა ჯერჯერობით ვერაფერი ვერ კურნავს. აი ასეა შემოკარგება საკითხი. მკვდარ ადამიანს დაგიტარებენ თვალწინ, ახლოსაც არ გიშვებენ, რომ დაადო ხელი ცივია თუ ცოცხალია, შეუძლიათ ნებისმიერ შემთხვევაში ის შეღებონ ისეთი ფერით, რომ ვითომ ცოცხლის ფერი ედოს, მისი ხელები, ხოლო თვალები რომ უკვე ჩამოფხატებული ქუდით არის, აი მაგ ფორმაში დასამარდა ილია მეორე. ზუსტად იცოდეთ რა, ილია მეორე არის მაგ ფორმაში გაყინული. რა ფორმაშიც კალიასკაში ზის. ადვილი საკითხია, კიდევ რამდენ ხანს გაქაჩავენ მაგ ტყუილებით. ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული. მე შემიძლია ეს უსურო მხოლოდ მას. ის უკვე მკვდარია. და რა ვიცი, გამოფხიზლებას ველი თქვენსას რა.